ChatGPT აგენტის შეცვლის თუ როგორ ყიდულობენ ადამიანები ონლაინში. სულ ცოტა ხნის წინ სამ ელტმანმა უცნაურად ჩაცმულ ხალხთან ერთად წარადგინა ChatGPT აგენტი და ჯერ ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში და არც თუ ისე შორს ადამიანები თავიანთ აზროვნებასა და გაწყვეტილების მიღებას გადააბარებენ ხელოვნურ ინტელექტს. აქ მთავარი იქნება რომ მოვახდინოთ ოპტიმიზაცია ენობრივი მოდელებისთვის, ანუ მათ ურჩიონ ჩვენი პროდუქტი თუ სერვისი მომხმარებლებს. Gartner-ის პროგნოზით 2026 წლისთვის მომხმარებელთა 50% მეტი გადაწყვეტილებას მიიღებს AI ასისტენტთან კომუნიკაციით. ვიდეოს დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ რომ დააჭიროთ ლაიქს, რათა უფრო მეტი მსგავსი ვიდეო შემოგთავაზოთ. ოკეი, რა შეუძლია ChatGPT აგენტს? წარმოიდგინეთ რომ ჩვეულებრივ კომპიუტერში მოქმედება და აბსოლუტურად ყველაფრის შესრულება რომ შეეძლოს ხელოვნურ ინტელექტს. რომ შეავსოს ფორმები, შევიდეს საიტებზე და აწკაპუნოს გარკვეულ ღილაკებზე, მოახდინოს ნავიგაცია, გქონდეს წვდომა ინტერნეტთან. აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ კომპიუტერთან ვაკეთებთ, იგივე შეიძლება ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი მითითების მიხედვით რომ გააკეთოს. Yeah. So as mentioned, we gave the agent access to its own virtual computer, and the computer has many different tools installed, and it can choose which to use as it's working through the task. ეს ChatGPT აგენტი აერთიანებს ორ ვერსიას. ერთი არის Deep Research-ი, ანუ ღრმაკვლევა, და მეორე არის ოპერატორი, ანუ ვირტუალური ბრაუზერი, რომელსაც შეუძლია რომ ეკრანზე განახორციელოს მოქმედებები. რამოდენიმე დღე ვტესტავ ამ ფუნქციას და სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მომეწონა, ჯერჯერობით ნელა მუშაობს, ძალიან ნელა მუშაობს და ჯერჯერობით ის ფუნქციები, რომ კომპიუტერში ყველაფერი შეეძლოს, არ აქვს, თუმცა მომავალში ეგრე იქნება. ჯერჯერობით შეუძლია ინტერნეტში გარკვეულ საიტებზე შევიდეს, რაღაცები მოიძიოს, თეორიულად რაღაცები დაჯავშნოს კიდეც. იმუშავა მევცადე სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ რომ უთხრათ რომ მომიძიეს ასტუმრო ამადამ პერიოდში, ამადამ ბიუჯეტში აუზით, ხედით, კარგი საჭმლით და ასე შემდეგ, უნდა შევიდეს, მოიძიოს, შეარჩიოს და ბოლოს დაჯავშნოს კიდეც თქვენთვის. ანუ ყველაფერი უნდა გააკეთოს. თუმცა დღევანდელი მოცემულობით თუ თქვენ ვეიზავთ ამ ყველაფერს, დაახლოებით 10 ჯერ ნაკლები დრო მაინც დაგჭირდებათ. ანუ ძალიან ნელია, მაგრამ ეს ნორმალურია, იმიტომ რომ iPhone 3-იც ნელი იყო. ხანდახან სენსორიც უჭერავდა. თავარი რაც ხდება არის ის რომ იცვლება მომხმარებლის ქცევა და ზოგადად ინტერაქციაც კი გარესამყაროსთან, ინტერნეტთან და ყველაფერთან შესაძლოა რომ ჰქონდეს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. აგენტის გამოყენება სხვა რაღაცებში ვცადე, მაგალითად კითხე რომ გაიანალიზებინა ჩემი Google კალენდარი და ეთქვა ჩვენთვის თუ რა დროს ვატარებ კლიენტებთან კომუნიკაციაში და რა დროს ვატარებ თანამშრომლებთან კომუნიკაციაში. ამ შემთხვევაში შედარებით ნორმალური შედეგები ჰქონდა, თუმცა აქაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა. მაგრამ ეს ნორმალურია, ეს არის პირველადი ვერსია. მაგალითად Gemini, რომელიც ძალიან მომწონს და სწრაფია სხვათა შორის, აპირებს რომ დაამატოს Google Analytics-ის ინტეგრაცია. შეიძლება დაამატა კიდეც უკვე უბრალოდ არ მიცდია. ანუ დააკავშირებთ პირდაპირ Analytics და თქვენს მონაცემებს დაელაპარაკებით. ანუ ნაცვლად იმისა, რომ იქეკოთ სადღაც ბრაუზერში და რამდენი კაც შემოვიდა თქვენ საიტზე, მაგის გაგებას ცადოთ, პირდაპირ დააკავშირებთ Google Analytics და Gemini-ს დაუსვავთ კითხვებს, რაც გაინტერესებთ, მოგაწვდის ზოგად სტატისტიკას, შემდეგ გააკეთებს გარკვეულ ჩარტებს, მოგცემთ რჩევებს რა გააუმჯობესოთ, ყველაფერს მოკლედ. როგორც გითხარით, Gemini ძალიან მომწონს, თუმცა ChatGPT არის პიონერი და ბაზრის წილის 70% მას აქვს და ჩემი აზრით მომავალშიც ასე შენარჩუნდება, თუ მეტი არ ექნება 70% მაინც ექნება ბაზრის წილის. ზოგადად ადამიანები ზარმაცები არიან და უყვართ სიმარტივე და აქედან გამომდინარე სავსებით მოსალოდნელია, რომ მომავალში მათი ინტერაქცია ჯერ კომპიუტერთან და შემდეგ შესაძლოა რომ გარესამყაროსთანაც კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოხდეს. ანუ რატომ უნდა მოძებნოს თვითონ რაღაც და შეავსოს და დაჯავშნოს, როცა ეტყვის AI-ს და AI გააკეთებს ამას მის ნაცვლად. ოკეი, რის დამატებას აპირებენ ამ აგენტისთვის, რატომ შექმნეს საერთოდ? OpenAI და Shopify უკვე თანამშრომლობენ იმისათვის, რომ ელექტრონული კომერცია პირდაპირ ChatGPT-ს შიგნით გამოიტანონ. ეს ნიშნავს, რომ ახლო მომავალში შეძლებ რომ შეადარო გარკვეული პროდუქტები, ფასები პირდაპირ ChatGPT-ში და შემდეგ პირდაპირ იქიდან მეიყიდო. ანუ ChatGPT უნდათ რომ აქციონ შოპინგის ასისტენტად, რაც გამარტივებს როგორც ადამიანების ცხოვრებას და ასევე Shopify-ის მაღაზიების ფლობელების ცხოვრებაც უფრო მარტივი გახდება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამხელა გიგანტია Shopify და რამდენი მომხმარებელი ყავს ChatGPT-ს და რა ინტელექტუალური რესურსი აქვს, სავარაუდოდ ეს ცვლილება საკმაოდ ეფექტურად იმუშავებს. ოკეი, რას შეცვლის ეს ორი მოვლენა? ChatGPT აგენტი, რომელიც არ მომწონს როგორც მუშაობს, მაგრამ თავიდან ChatGPT-ს არ მომწონდა და არ მუშაობდა იდეალურად, ნელ-ნელა დაიხვეწნენ და წლის ბოლომდე კიდე ბევრად უფრო შორს იქნებიან. და
Shopify-სთან პარტნიორობა ნიშნავს იმას, რომ შოპინგის გზა იცვლება მთლიანად. ანუ მომხმარებელი აღარ გადავა ათეულობს ვებსაიტზე, აღარ შეარჩევს თვითონ. პირდაპირ შეეკითხება ChatGPT-ს, რომ აჩვენოს ფეხსაცმელი, რომელიც იქნება სპორტული 200 ლარამდე ფასის დიაპაზონში. ან შესაძლოა აუტვირთოს ფოტო და კითხოს რა ფერის მაიკა მოუხდება. ანუ მომხმარებელს შეიძლება რომ ერთ ფანჯარაში შეადაროს და იყიდოს პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრადიციული საძებო სისტემების Google-ის ან თუნდაც Amazon Search-ის ტრაფიკი დაიკლებს, რაც ბუნებრივია და მომხმარებლის ქცევაც იცვლება, იმიტომ რომ ადამიანებს უყვართ სიმარტივე, რაც უფრო ნაკლები კლიკია საჭირო გადაწყვეტილებამ და მით უფრო მეტი არის კონვერტაციის მაჩვენებელი. ხოლო ბიზნესისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ დაგელოდება მომხმარებელი. ყველაფერი უნდა იყოს მარტივი და სწრაფი. კარგი. გავაფართოვოთ აზროვნება და ამ ყველაფერს შევხედოთ ცოტა მომავლიდან. ანუ როგორ იქნება ChatGPT მალევე? ხვალ როგორ იქნება? ეს არის ChatGPT 3, ეკრანზე ხედავთ. ეს არის ნახტომი 3-დან 4-მდე, ხოლო ეს არის უკვე 5, რომელიც შესაძლოა უკვე გამოსული როცა ამ ვიდეოს დავდებ, ან ძალიან მალე გამოვა. მოკლედ ChatGPT 5-ს უნდა ჰქონდეს 170 IQ, რაც უფრო მეტია ვიდრე Einstein-ის და Altman-ი ამბობს OpenAI-ის დამფუძნებელი, რომ ChatGPT 5 უკვე მასზე ჭკვიანია და ეს მას არ აწუხებს. ეს არ არის სევდიანი მომენტი. პირიქით, ადამიანები შეუძლებთ რომ შევქმნათ გენიალური რაღაცეები. რომ შევადაროთ, კალკულატორმა როგორ შეცვალა ადამიანთა ქცევა, ადამიანებმა დაიწყეს გამოთვლების გადაბარება მოწყობილობაზე. ძალიან მარტივი ამოცანების დროსაც კი 3-ჯერ 5 რამდენი მაგალითად 7-ჯერ 6. რატო უნდა გააკეთო ეს ყველაფერი ხელით, როცა არსებობს კალკულატორი. ანუ მოხდა კოგნიტური დელეგაცია. თუმცა კალკულატორის ბევრმა ადამიანმა დააკარგა არითმეტიკული უნარები, ეხა ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ მიხვდება რამდენი მაგალითად 320 ლარის 15%. ან რამდენია 9-ჯერ 6. და ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში ზუსტად იგივე ხდება უბრალოდ გაცილებით დიდ მასშტაბზე. ეს ერთის მხრივ კარგია. ადამიანები მივაღწევთ იმ დონეებს, სადაც არასდროს ყოფილ ვართ, გაიზრდება პროდუქტიულობა მკვეთრად. სწრაფად მოაგვარებენ ადამიანები რთულ ამოცანებს, ან რიცხვიც, ან ტექსტურს და უფრო ნაკლებ დროში უფრო მეტის მიღწევა გახდება შესაძლებელი. ვინ თქვა, აღარ მახსოვს გონი Fiverr-ის დამფუძნებელმა, რომ მომავალში მარტივი ტასკები გაქრება, რთული ტასკები გახდება მარტივი, ხოლო შეუძლებელი ტასკები გახდება რთული. იდეაში რაც უფრო ნაკლებ დროს ხარჯავთ ტექნიკურ წვრილმანებზე, გამოთვლებზე, რედაქტირებაზე, მით უფრო მეტად შეგვიძლია ღრმა დონეზე აზროვნება, უფრო მეტად შეგვიძლია რომ ვიყოთ შემოქმედები, ინოვატორები, სტრატეგები. ეს ერთის მხრივ დააქვეითებს ადამიანების კოგნიტურ უნარებს, ისევე როგორც კალკულატორმა დააქვეითა არითმეტიკული უნარები და ასევე შეამცირებს კრიტიკულ აზროვნებას. ადამიანებს აქვთ მაღალი ნდობა ენობრივი მოდელების მიმართ, რადგან ჭკვიანია მათ ელაპარაკება და თუ რაიმე ესე ამბობს ChatGPT ან ხელოვნური ინტელექტი, ესეა. ესე იფიქრებენ რეალურად სამომავლოდ ადამიანები. რაც რისკებსაც იწვევს, რომ დავაყენოთ დეზინფორმაციას. ასევე მოსავალნელია, რომ მომავალში ადამიანებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე უარი თქვან და პასუხისგებლობა გადააბარონ ხელოვნური ინტელექტს. იყიდონ შესაბამისი ფერის მაისური, იმიტომ რომ GPT მურჩია მათ ესე. ან იყიდონ შესაბამისი მოდელის ფეხსაცმელი, იმიტომ რომ GPT მურჩია მათ ესე. მოკლედ სამომავლოდ მთლიანი მარკეტინგის მომავალი იქნება ოპტიმიზაცია ხელოვნური ინტელექტისთვის. AEO, GEO, AI-SEO, ანუ რაც კიდაც შეგვიძლიათ ის უწოდოთ, მაგრამ რეალურად ეს არის ტრადიციული საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციის გაგრძელება. რადგან ეს მოდელები საძიებო სისტემებს იყენებენ, ანუ თქვენ რაღაცას როცა იკითხებით, რის თვისაც ძიება სჭირდება, ის მინდის საძიებო სისტემაში სხვადასხვა კიუორდებით ეძებს შედეგს და მოაქვს თქვენამდე. ყველაზე მეტად რაც არ მომწონს ChatGPT-ს, ის იყენებს Bing-ის საძიებო სისტემას, რომელიც ბაზრის წილიც ვერ გაცდა 5%-ს ძალიან დიდი ხანია და ის არ ვარ როგორც საძიებო სისტემა, თუმცა რას ვიზავთ? რა თქმა უნდა, TenXS-ში ვაკეთებთ ხელოვნური ინტელექტისთვის ოპტიმიზაციასაც, ან Source Engine-ების ოპტიმიზაცია, ან GEO Generative Engine-ების ოპტიმიზაცია, თუმცა ქართული ბაზარი ზოგადად გლობალურ ბაზართან შედარებით მინიმუმ 2 წლით უკან მაინც არის. ეს ერთის მხრივ შესაძლებლობაცაა, რადგან თუ ვიცით იქ რა ხდება, შეგვიძლია ამისთვის აქ მოვემზადოთ წინასწარ. ანუ რეალურად ქართულ კომპანიებს უფრო მეტი დრო აქვთ. რეალურად ეს არის გარდამტეხი მომენტი საძიებო სისტემების მომხმარებლის ქცევის და მარკეტინგის სამყაროში. ვინც დროულად მოერგება ახალ რეალობას, ის მიიღებს უდიდეს უპირატესობას. ჩემი აზრით ბიზნესებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია AI საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციაში, მარკეტინგის ბიუჯეტის რაღაც პროცენტი მაინც უნდა მოახმარონ ტესტირებას და ადაპტაციას, რადგან ხელოვნური ინტელექტის განვითარება არის შეუქცევადი პროცესი და მომავალი, როცა ადამიანები ხელოვნური ინტელექტთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რეალურად უკვე აქ არის. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ და დაკომენტარეთ. სამომავლოდ ჩემოგთავაზებთ მსგავსი ტიპის ვიდეოებს.